მაგის გამო დაიჩაგრებოდა, მაგრამ წინ რატო გაიჩიტა ეხლა? მოგესალმებით, დავდგეთ ძმა სერიებიდან, თქვენს წინაშეა BMW F90 M5 individual version არის, სხვათა შორის განსაკუთრებული მოდელია და თან competition-ია, მაგრამ მეორე მხარეს კი ყავს სრულიად ელექტრო Tesla 670 ცხენის ძალაზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დრაგის წარმდგენია კომპანია Sokari და ძალიან დიდი მადლობა იმის, რომ გვერდში გვიდგას. თქვენ კიდე შეგახსენებთ, რომ თუ გევასებათ დრაგის სერიები, შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, იმიტომ რომ დღეს გელოდებათ ძალიან მაგარი სერია BMW M5 Tesla-ს წინააღმდეგ. M5-ის ფლობელი გაგვეცანი? დათო. ძალიან კარგი, დავით, მადლობა პირველ რიგში ჩვენთან ხარ და გვითხარი შენი არაჩვეულებრივი BMW შესახებ. 2021 წლიანი არის 617 ცხენის ძალით 750 ნიუტონით. სუქარხუნი არის ყველაფერი. არაფერი არ აქვს გაკეთებული აბსოლუტურად და როგორც მივხვდი, ეს არის competition ვერსია და რაღაცას მეუბნებოდი სანამ ჩავწერდით, individual მოდელი არის, რაღაც განსაკუთრებული მოდელია, ხო? ფერიდან გამომდინარე, როგორც ვიცი, 20 ცალია ეს ფერი გამოშვება. მარტო ფერზე არის აქცენტი ამ შემთხვევაში. არ ამგონია, მაგნიტურმანი არ ვიცი. ერთი შეგვახედე მაინც კაპოტ ქვეშ, მე მიყვარს ვერვა გუგუნა ძრავები. ეს არის მოკლედ 4x4 S63 twin turbo ვერსია და შევხედოთ ქარხნულად როგორ გამოიყურება. კარბონის დეტალებშია, როგორც ვნახე, საინტერესო, სხვა შორის F90 არ ყოლია ჩვენ აქამდე და ესენი არ ვიცი ქარხნულია თუ არა. ანუ ყველაფერი ქარხნულია, ხო? შეიძლება competition-ს მოსდევს ესენი კარბონის დეტალები. ყოველ შემთხვევაში მაგას მე დავგუგლავ და ვნახე. დაგუგლული უნდა მოვიდეთ მაგაშკარ. არაფერი არ გვაქვს შეცვლილი, ჰაერის ფილტრები, რაღაცები, ყველაფერი ქარხნულია, დამალული პლასტმასებში. ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ ეს არის 4-ვე წამყვანი, სრულად წამყვანია. საბურავის მე რაც მოკარი, თვალი უკან გიყენია Michelin Pilot სპორტები. Pilot სპორტი კიდე ამ თქვი. ხო, და ძალიან კარგად იმუშავებს რა. აქ ხო არ ხარ ნამყოფი? ამ მანქანი? ან გინდა სხვა მანქანი? კი, სხვა მანქანი ბევრჯერ. ძალიან კარგი, მაშინ იზღა დაგჩენია, წარმატება გისურვოთ. Tesla-სთან, ვიცი რომ Tesla ჩემია, სხვათა შორის, მაგრამ ასეა თუ ისეა, შევხედავთ დროებით ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ 617 ცხენის ძალიან მანქანები არც ისე ხშირად გვყავს ხოლმე. წარმატებები. კარგად იყავი ძმა. თუ გჭირდება მანქანის შეძენა, ან უბრალოდ თანხა გჭირდება მანქანის უზრუნველყოფით, შეგიძლია პრემიუმ ლიზინგს მიმართო, რომელსაც გაცემის საკომისიო აქვს 0% დაგიფინანსებს თანხას 1000 ლარიდან 100.000 ლარამდე და ასევე პრემიუმ ლიზინგს აქვს უკუ ლიზინგი. თუ გაინტერესებთ უკვე დეტალები რა, როგორ ხდება, შეგიძლიათ აღწერაში გადახვიდეთ მათ ლინკზე, დაურეკოთ და ყველაფერი გაიაროთ მათთან ერთად. კაი, მოკლედ, M5 competition-ი პირველად ყავს გადაცემაში, კარგად გეცოდინებათ ჩვენ ძველ მაყურებელს და გავიგებთ ახლა როგორ დროში დადის ჩვენი M5-ში. ჩვენ მზად ვართ, ფანჯარას მაინც აუწიო და დასტარტე. მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილიდან დაიძრას ზუსტად რა, იმიტომ რომ ეს იდეაში ოფიციალურ დრაგზე ითვლება ხოლმე false start-ად, იმიტომ რომ დაძვრის დროს რო აი თუ გადაკვეთა ის ლაზერი, ხა ჩვენ არა გვაქვს ლაზერები მართალია, მაგრამ false start-ში გადის ხოლმე ექნება რა. როცა გინდა დასტარტე. სამი კი გაქვს BMW M5, ეს кайია, მართლა кайია. სალამი გიორგი, მოკლედ გაგვაცანი შენი Tesla ძალიან მაგარ ვიწზეა. ვიცი, მაგრამ აი მონაცემები ვიცი რომ პლეიდი არ არის, მაგრამ ცოტათი ნაკლები ცხენის ძალა აქვს, ხო? ეს ცოტათი ძალიან ისე გამომივიდა 300 თუ 400 ცხენის ნაკლებია, მე მგონი.
რამდენი ცხენი აქვს ხა ამას ამ შემთხვევაში? ეხლა 670. 670 ცხენი, რომელიც არის ქარხნული, ხო? ანუ წუნი კიდე რაღაცები არ აქვს გაკეთებული არაფერი. 0-დან 100-მდე ხო არ იცი მონაცემი? 3 და 1 ძალიან მაგარი შედეგია და პრინციპში ხა აქ ძრავს რო ჩავხედოთ და რაღაც ანალიზები გავაკეთოთ, აზრი არ აქვს. მაგიტომ ერთადერთი ალბათ ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა იქნება კიდე რომ რა საბურავებზე დგახარ. იმას უყენია როგორც ვნახეთ მიშელინ პილოტ სპორტ 3-ები და შენთან ჩემთანაც იგი ვიყოთ პილოტ სპორტ 4 ესები. 4 ესებია. სხვათა შორის ძალიან მაგრად მუშაობს ეგ საბურავი, ძალიან ბევრს უყენია ხოლმე დრაგზე. და ნახოთ რა. საინტერესოა სხვათა შორის შევადაროთ მე. მოკლედ ჩვენ ვზომოთ ხოლმე დრაგის მოწყობილობით ყველა მონაცემს რა, ანუ 0-დან 100-მდე რამდენი იქნება, 402 მეტრს როგორ განავითარებს ავტომობილი, 100-დან 200-მდე თუ აჩქარდა და ასე შემდეგ რა და ამ ყველა ერთ მონაცემს შენც გეტყვი ასნა, ჩაგიგდებ, არ არის პრობლემა, თქვენც ნახავთ. ანუ გვექნება შკალა გამოტანილი, ლიდერბორდიც მოგვიწევს უკვე ამ ვიდეოში, იმიტომ რომ გონია რომ F90-იც და ეს Tesla ძალიან მაგარ დროში ივლის და უკვე ლიდერბორდშიც თავის პოზიციებს გვანახებს, რომელ პოზიციაში იქნებიან რა. გიო, წარმატებები მინდა გისურვო, ტრეკს კარგად მოერგე და მე დაადუხე. ჩვენ წინა სერიაში გადავიღეთ ძველი Supra, ახალი Supra-ს წინააღმდეგ. აი იქ იქნება ლინკი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ის სერია, მაგრამ რაც მთავარია, იმ სერიაში ვიძახდით რომ პაკელოს უტესტავთ. უზმოტორში არის მოკლედ პაკელოს ზეთი, რომელსაც ხმარავთ აბსოლუტურად ყველა ავტომობილში და პირველად იყო ჩვენ ხელში თანამედროვე მანქანა, ანუ ახალი ძრავის, ახალი თაობის ძრავი, სადაც ჩავასხით პაკელო, ტესტავდით როგორც დრაგზე, ასევე დრიფტში. ზეთის ტემპერატურები იდეალურად შენარჩუნდა და არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. არც ზედმეტი ხმა ქონია ძრავს და ჩვენ თვლით რომ პაკელომ თანამედროვე ძრავებში ტესტები საქართველოში წარმატებით გაიარა და ვისაც გექნებათ სურვილი რომ თქვენც მოსინჯოთ და ჩაასხათ, შეგიძლიათ ტუზ მოტორში მიბრძანდეთ დიღომში და გამოცვალოთ და შეცვალოთ იტალიური ხარისხის ზეთით. აბა ნახოთ ახლა Tesla რას იზავს. გიო, ჩვენ მზად ვართ. როგორი წყნარი სტარტი მქონდა, ნახე? აი, ცოჩი. რავი, რომ აი, სადმე მაღაზიაში რო გადადიხარ წყნარად, ხო იცი? უცბად რა, აი, პური რო გჭირდება უცბად. რა, ოპ, გადაიბინა, გადმოიბინა, წამოიღოს. ფინიში დაამუღამე, სადაც არის? ოკეი. აბა ერთ ჩემ მობილური მომაწოდე, ნახო რა დროში დავდივართ. ახლო დროა ძალიან. 11-12-ია ეს, 11-15-ია შენი. მოდი, ერთი შენი ვარაუდი მითხარი. ვის ხარ ეს ხარ, აბა? მე BMW-ს მხარეს ვარ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც Tesla გაახსენებ. მართლა? კი. კაი, მოდი მე და შენ დავნიზლავდეთ. რაზე? ერთ საჩუქარზე. კაი. თუ მე წავაგე, მე ვკისრულობ. თუ არა და ერთი სურათი გადაიღე და Instagram-ზე მომტაგე. კაი. ან გამომიწერე YouTube-ზე. ისე თქვენც შეგიძლიათ. მართლა? всё, დავნიზლავდით. ეგად. მოკლედ დღეს გვაქვს პირველი შემთხვევა Supra-თი ვიღებთ უკანა კადრებს რა. დავამაგრეთ Osmo და თან როგორ პრიალებს. ესაც მინდა გამოჩენილიყო კადრებში, მაგრამ სამწუხაროდ აქედან გადაღებულ კადრებს ნახავთ უფრო რა და ესე რო პრიალებს და ესეთ ლამაზ ფორმაში რო არის კიდე, გეცოდინებათ ყველას ალბათ რომ ლუქს აუტოში გავაკეთეთ ჩვენ მანქანა, მე პოლირებას გავუკეთეთ ყველაფერი. რავი, თუ რამე იყო შესაძლებელი, აი ბოლომდე გავიყვანეთ რომ აი ესეთ ულამაზეს ვიზუალზე მოსულიყო რა. ხო და რავი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ არანაკლები მანქანები ყავს დღეს სხვათა შორის აქ. M5 და Tesla და ცოტა ხანში უკვე დავაჭერთ და ვნახავთ დაპირისპირებას შიდა წვის ძრავსა და ელექტრო ძრავს შორის. მზად ხარ? ნახე რა საინტერესო რაღაცა ხდება რა. Tesla-ს ჰქონდა უკეთესი დრო ვიდრე M5-ს, მაგრამ M5 აშკარად წინ იყო. ეხლა ვნახავთ როგორ დასრულდა ეს შედეგები და შევადარებთ. თუ მე მომეჩვენა რომ ორივემ ერთად დასტარტა, მაგრამ კადრებში კარგად გამოჩნდებოდა. თუ Tesla-ს ჰქონდა ცოტათი ოდნავ უარესი რეაქციის დრო, მაგან წააგებინა. ეხლა გავარკვევთ.
აბა როგორ არის საქმე და ვინ შეასრო? აქედან არ ჩანდა კარგად. აი, მოდი მაშინ ლაივში გითხოთ. არ მითხრა ეხა. რო გაგასწრო? გაგასწრო? რამდენით? 2 კუზაუთი? არ დრო უკეთესი ქონდა ამას. რეაქციაში ხوار დააგვიანე. ოპა. BMW სასარგებლოდ 1-0. წავიდა ეგრევე მეორე გასვლა. მზად ხარ? მზად ხარ? სულ ოდნავ Tesla-მ დაასწრო. ოღონდ მე მგონია რომ ცოტათი უფრო ადრე გავიდა ვიდრე ხელები მე ჩამოუშვი, მაგრამ ასეა თუ ისეა, ერთი ოჯახის წევრები არიან, ასე რომ მე მგონია რომ გაუქმება არ ღირს ამ შემთხვევაში. თქვენ კიდე შეგახსენებთ რომ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე თუ გინდათ თქვენი ავტომობილით მოხვედრა ჩვენ გადაცემაში დავდგეთ მასში. Facebook-ზე გვაქვს ჯგუფი ალექსანდრე ხეროდინეშვილი დრიფტიგან, სამხელა სახელი და გვარი რატო დავარქვი არ ვიცი, მაგრამ ეგრე უნდა მოძებნოთ. აუცილებლად უნდა გყავდეთ საინტერესო ავტომობილი ჩვენი მაყურებლებისთვის. შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის ფოტო ატვირთოთ, ჰეშტეგი დავდგეთ SMA, ცხენიც მიაწეროთ მონაცემები და მაგის მიხედვით აგარჩევთ. მოკლედ, მესამე გასვლა გვაქვს ეხა, ერთით-ერთი არის სიტუაცია და ეხა იქნება უკვე გადამწყვეტი რბოლა ვინ გაიმარჯვებს. მზად ხარ? მზად ხარ? ეს იყო იდეალურად დაძრული ორივე ავტომობილი ზუსტად ერთნაირად დაიზრა და ეს იქნება ყველაზე სამართლიანი დრაგი აი ამ სამ გასვლაში რა. ყოველ შემთხვევაში ადგილიდან უკვე გაირკვა ვინ არის გამარჯვებული, ნელ-ნელა უკვე გაგორებულზეც გადავიდეთ, იმიტომ რომ გაგორებულიდან სხვა სიტუაციაა ხოლმე რეალურად ჩანს, ჯანი უფრო რომელს მეტი აქვს რა. ესეთი Tesla ჩვენ პირველად ყავს. შეგახსენებთ რომ Plaid არ არის, უფრო მცირე კომპლექტაციაა, მაგრამ ხენები საკმაოდ მაღალი აქვს და სხვათა შორის ძალიან კარგად არის. დროსთან მიმართებაში ძალიან კარგად არის. გასწრებს? კარჩე. ეხა ორივემ დასტარტეთ ერთნაირად, ზუსტად რა. ანუ ეს იყო ყველაზე სამართლიანი. გინდა რამე ქვიშა დაუყავთ არა? რაღაც აქეთ-იქეთ. ჯიბები царელია, $500 ვიზავთ მე ყველაფერს. არ არის პრობლემა. თუ გინდა გადმორიცხვით იყო. გინდა DGS ფაქტურასაც გამოგიწერე. მოკლედ, სანამ გაგორებულის პოზიციებზე დადგებიან, შეგახსენებთ, რომ F90 M5 ვისაც გინდათ რომ ჩამოიყვანოთ, შეგიძლიათ ხო აუტო იმპორტს მიმართოთ, კორეიდანაც მუშაობენ მიჯები, ამერიკიდანაც მუშაობენ მიჯები, კორეიდან უფრო დაუზიანებელი ავტომობილები ჩამოდის ხოლმე როგორც წესი და იმის და მიხედვით რა ბიუჯეტი გაქვთ და იმის და მიხედვით რა დრო გაქვთ მანქანის შესაკეთებლად, მაგის მიხედვით შეგიძლიათ გადაწყვიტოთ. ყოველ შემთხვევაში თუ ჩამოყვანა გადაწყვიტეთ, ხო აუტო იმპორტ შეგიძლია მიმართოთ. აღწერაში იქნება ლინკი და შეგიძლიათ გადახვიდეთ და დაელაპარაკოთ. მე მჯერა ძრავების ორი ხმის რა. ერთი არის ვერვა, გრუხუნა, ოღონდ ბევრს უნდა ტრიალებდეს. რა, როგორც ნასკარი ძრავები ტრიალებს ხოლმე ძალიან ბევრს. ერთი ვერსია ეგ არის. ან მეორე უნდა იყოს ტურბინიანი და ეს თავის Westgate-ით ფიც და მთელი ამბებით გრუხუნით და აფეთქებებით დაბალბრუნიანი ვერვა ან რაღაც მსგავსები, აი ვერ მოაქვს უბრალოდ. არ მევასებაზე კი არ არის. თქვენც რო იყოთ აქ, ბევრად გაგისწორდებოდეთ ან ერთი ან მეორე რა. როგორ არის აბა საქმე? აქედან არ ჩანს ვინ შეასწრო. მან გამოსრო. ვა, რაღაცა უნდა მოუფიქრო რომ ვაჯობო. რა მოუფიქროთ ახლა? წადოთ მეტი არ. მარჯვენა ფეხი რო დავაღლევინოთ. კაი. გათიშე ბიჭო, ელექტროსისტემები გათიშე არ უნდა არა. ასწრებს. რამდენი კუზავო იყო? ან კუზავო იყო საერთოდ? ერთი კუზავო რა. უბრალოდ ძალიან უმნიშვნელოდ ვეწევი მაღლებში. მაგრამ აი არც იცვლება რა. ცადოთ მეორე? სანამ ბიჭები მოეწყობიან, ჩვენ გვაქვს როკოს სნექები, იდეალური, გენრიელესი და აი ესეთ პაუზებში ძალიან კარგია ხოლმე რა. იმენა აი იდეალურად ავსებს.
მიგონე ორი სიჩქარე რო გადართო BMW-მ. რაღაცა მოხდა მან და მე მგონია რომ მაგის გამო დაიჩაგრებოდა, მაგრამ წინ რატო გაიჩიტა ეხლა? მალე შეუცვალა. გავიგე ხმა. ხო. ერთი და მეორე გადართო ეგრევე. ეგრევე გადავიდა. ხო. არ მოვიდა. მაგის გამო სავარაუდოდ გაგასწრებდა. ამასწრებდა ისედაც ერთის დავგეთე ეგ. დავაი, ცოდოთ. Так, შენთან წავაგე? ადგილიდან BMW-მ გაასწრო და შენ ხო BMW-ს ხარეს იყავი? დამერხა მაშინ. საკისრებელი მაქვს, მაო. всё, წაგებული ვარ, ვაღიარებ და თავანი ჩემზე. მოკლედ, ეხა ბოლო გარბენზე იყო BMW-ს პრობლემა, ანუ ადრე გადართო სიჩქარეზე და ჩვენ რადგან გვაინტერესებს რეალურად რომელი უფრო სწრაფია, ეს შეცდომა დროებით ვაპატიეთ, ანუ გავაუქმეთ და ვაყენებთ აი ამ საბოლოო გარბენს. ეხა ერთით-ერთია და რომელიც გაასწრებს, მაგის მიხედვით დაალაგდება გაგორებულზეც სიტუაცია. ჩვენ მზად ვართ. რადგან შენი ტუჩებიდან გამომდინარე, როგორც მივხვდი, შენ გაგორებულზე გაიმარჯვე. კილოსო, ჩემო ძმაო. ძალიან კარგი გასვლები იყო. დიდი მადლობა შენს. ქარხნული მაინც ხო რა, ანუ ამ ტესლასთვის ჯანი მაინც არ ყოფნის, როგორც მივხვდი. მეგობრობა იმარჯვებს. ჯაქის წევრობა იმარჯვებს. მართალია. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა. თქვენ კიდე არხი გამოიწერეთ, არ დაგავიწყდეთ და შევხვდებით შემდეგ ბლოგში. დროებით.